ჯავახეთის მხარეს თბილისიდან დაახლოებით 3 საათის სავალ მანძილზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში მივდივართ. ფარავნის ტბის პირას გაშენებულ პატარა სოფელში უმეტესად სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ. ქართულად ცოტა თუ საუბრობს, ისიც გაჭირვებით. გამარჯობა. აქაურ მაცხოვრებლებს სკოლის ადგილმდებარეობა ვკითხეთ. თქვენ აქ და ნადა. ნადა როგი вот это. გედერებანი, ნუ. ქართული არა? არა. რატო? ქართული მაქვს, რატო არა? მე ვიცი ცოტა ქალბატონო, თუ გინდა სკოლა პირდაპირ მიდი ეს სახლი. ვო, დერებანი, ნუ. კარგით, მადლობა. კარგად, გაიგზა. ფარავნის საჯარო სკოლაში დაახლოებით 50 მოსწავლეა. სკოლის დირექტორმა საგაკვეთილო პროცესის გადაღების უფლება არ მოგცა. ამიტომ გარეთ დაუცადეთ მასწავლებელს მანუშაკ მკრტჩიანს, რომლის გოგონებიც შუშანიკი და კამილა ამავე სკოლაში დადიან. მანუშაკა ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას. თქვენ სად ისწავლეთ ქართული? მე თვით ნასწავლი ვარ. ჩემი ვისწავლე. 14 წლის ვიყავი, როცა დავიწყე ქართულის სწავლა. და ვასწავლი დაწყებით კლასებში, მეორე, მეოთხე და მეექვსე კლასებში ვასწავლი ქართულს. თქვენი აზრით, სახელმწიფო ენის ცოდნა რამდენად ეხმარება ადამიანებს, რომ აი ინტეგრაცია მოხდეს მათი საზოგადოებაში, კულტურულად, სოციალურად, თუნდაც პოლიტიკურად, რომ აი გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ ხოლმე, როცა საჭიროა. სავალდებულოა, რადგან საქართველოში ცხოვრობ და ინფორმაციას ვიღებთ ქართულად. ყველა საბუთი არის ქართულენოვანი. ჩვენი უფროსი თაობა საკუთარი სახელის და გვარის წერა წარიცის. ხოლმე სწოვენ, რომ ვინმე დაწეროს. სასწრაფო დახმარების ან ექიმთან წასვლის თვითონ ვერ მიდიან, იმიტომ რომ ენა არ იციან. ეხლა ძრო სხვადასხვა პროექტებში ვარ ჩართული, სოფელში მცხოვრე ქალი არის ჩარჩოებში, ესე თქვათ. ერთ წრეში არის. მაგრამ მე იმ წრიდან გამოვედი, ხო და ჩემი შვილებიც სხვანაირად აზროვნებენ, სხვანაირი განათლება აქვთ. ერთ-ერთი იარაღი იყო ქართულის სწავლა ჩემთვის. ეხლა აქ სოფელში იმდენი ჭკვიანი ქალბატონი არის, იმდენი ჭკვიანი ახალგაზრდა გოგოები არიან, რომ ვერ გამოდიან და მონაწილეობას ვერ იღებენ. იმიტომ რომ ენა არ იციან. მეუბნებიან, რომ შენ ენა იცი, მაგიტომ მიდიხარ, ჩვენ რომ მოვიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ. როგორც მანუშაკა ამბობს, ფარავანში არც ერთი ქართველი მასწავლებელი ზამთრის მკაცრი კლიმატის და სოფლის რთული საყოფაცხოვრებო პირობების გამო არ გაჩერდა. ერთი კარგი პროექტი იყო 10 წლის წინ, დამხმარე მასწავლებლები ჩამოვიდნენ, ხო და ბილინგურად ჩავატარეთ გაკვეთილი. ფიქრობთ, რომ საჭიროა კიდევ ესეთი პროექტები? ვფიქრობ, რომ კიდე საჭიროა, იმიტომ რომ აქ მასწავლებლები საუბრობენ სომხურად. მოსწავლე რადგან იცის, რომ მასწავლებელი იცის სომხური, ის საერთოდ არ ლაპარაკობს ქართულად. სულ იქნება ჩვენს მაუში, ნინოწმინდიდან ახალ ქალაქში მივდივართ. სუსხიანი კლიმატი აქაც მძაფრად იგრძნობა. გზად იქვე პატარა კაფესთან შევჩერდით. გამარჯობა. ქართული მესმის, მაგრამ ვერ ვსაუბრობ. ახალქალაქის მკვიდრი ლუსი ქართული ენის შესახებ რუსულად მოსაუბრე საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. როცა სკოლა დავამთავრე, ორი არჩევანი მქონდა, ან დაოჯახება, ან განათლება. სომხური ვიცოდი, ქართული არა, ამიტომ ერევანში წავედი სასწავლებლად. ერევანში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თავის სახლში დაბრუნდა. დღეს პატარა კაფეში სხვადასხვა ეროვნების ტურისტებს მასპინძლობს. თქვენ საქმიანობაში ხელს ხომ არ გიშლით, ვთქვათ ის, რომ აი სრულფასოვნად ვერ ფლობთ ქართულ ენას?
Прикол, знаете, в том, что я все равно тут საქმე ისაა, რომ აქ ძირითადად სომხურენოვანი კლიენტები მყავს. ქართველები რომ შემოდიან, მარტივია ვხვდები, ზემოთაც წერია ამერიკანო შაქრით, უშაქროთ. უბრალოდ ჩემთვის სამწუხაროა, რომ ვერ ვკონტაქტობ, ვერ ვსაუბრობ, აზრებს ვერ ვცვლით. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი საერთო ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ. ეს ხომ ჩვენი ბრალი არაა, რომ არ ვიცით ქართული ენა. მეგანა არ მსურდა მესწავლა ქართული, უბრალოდ მაშინ სხვანაირად იყო. ახლა იმედი მაქვს, რომ ახალმა თაობამ ჩემზე მეტი იცის და ხელისუფლებაც ისე იზამს, რომ ხალხი ქართულ სისტემაში ინტეგრირდეს. დღეს ბევრი პროგრამაა, იგივე 1+4. ახალგაზრდები თბილისში მიდიან უმაღლეს შესასწავლებლად, რაც ძალიან მახარებს. მე 2 სომხური დიპლომი მაქვს, მაგრამ აქ არსად შემიძლია დავსაქმდე. იმ სტუდენტებს კი, ვინც თბილისში სწავლობენ, შეუძლიათ აქ დასაქმება და განვითარებაში მონაწილეობა. ქართული იციან. აი ეს. მადლობა. ფენია ტოროსიანი სკოლაში პირველი კლასიდან სწავლობდა ქართულს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენა 1+4 პროგრამით ისწავლა და გასულ წელს დაამთავრა. ერთი თვეა, რაც ონლაინ მედია Genius-ში მოსახლეობისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხებს აშუქებს. როცა საქართველოს მოქალაქემ არ იცის სახელმწიფო ენა ქართული, რა პრობლემებს ხვდება ის და რეალურად ეს პრობლემები საყოფაცხოვრებო დონეზე რაში გამოიხატება? ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოწვევა, ძალიან დიდი პრობლემა ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებმაც არ იციან ენა. ზოგადად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად არ არის ინტეგრირებული ენის ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და შესაბამისად დიდი ნაწილი სამუშაოდ მიდის რუსეთში. იქ არ არის ეს ენის ბარიერის პრობლემა, იმიტომ რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფლობს რუსულ ენას და შეძლებს იქ თავისუფლად კომუნიკაცია და მუშაობა. პრობლემაც შეიძლება ესეც იყოს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ აი მაგალითად არის ჟვანიას სკოლა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლა განათლების სამინისტროს ექვემდებარება. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური უმცირესობებისთვის ენობრივი ბარიერის შემცირება. ჟვანიას სკოლაში გვინდოდა სასწავლო პროცესის გადაღება და გარკვევა თუ რამდენად შედეგიანია პროგრამები, რომელზეც სკოლა სთავაზობს ეთნიკურ უმცირესობებს. საკმარისია თუ არა სახელმწიფო დაფინანსება, რომ სრულად მოიცვას მოთხოვნა, როგორ მუშაობს მობილური ჯგუფები, ან საერთოდ მოსახლეობის რა პროცენტმა იცის ჟვანიას სკოლის არსებობის შესახებ. სკოლაში ჩვენთან შეხვედრა არ ისურვეს, მოგწერეს, რომ ეს საკითხი ამჟამად პრიორიტეტული არ არის. ჟვანიას სკოლა 2005 წელს დაარსდა და დღეს 13 ფილიალი აქვს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ 2023 წელს ქართული ენის ცოდნის დონე გაიუმჯობესა 5500-მდე ბენეფიციარმა, მათ შორის 91-მა საჯარო მოხელემ. წინა წლებშიც დაახლოებით ამდენივე ბენეფიციარმა. ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და ისევ დაიწყოს ეს სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელი ნათია გორგაძე ამბობს, რომ ეს ციფრები რეალობას არ ასახავს და სახელმწიფოს ამ მიზნის მისაღწევად მზაობა არ აქვს. ესეთი ხუმრობით შეიძლება ითქვას, რომ თუ ამ რიცხვებს დავეყრდნობით რეალურად წესით მთელმა სამცხე-ჯავახეთმა გამართულად უნდა შეცვლოს უკვე ქართულ ენაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის და შესაბამისად ეს ტრენინგები, რომელიც სტარტდება, ხო, ნაკლებად ქმედითია, ვთქვათ, აი ამ ენობრივი კომპეტენციების განვითარების კუთხით. ახალქალაქში მოსახლეობას ქართული ენის ცოდნაზე ვკითხეთ. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ენის ცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია? რუსულად თუ შეიძლება? აუცილებელია ქართული ენის, სახელმწიფო ენის ცოდნა? აუცილებელია. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ვერ ვსაუბრობთ კარგად ქართულად. რატომ ვერ საუბრობთ? თაობა და დრო იყო ასეთი, ცუდად ვისწავლეთ და დღეს უკვე ეს ძალიან დიდი პრობლემაა. Это проблема большая у нас. სად იჩენს თავს ეს პრობლემა კონკრეტულად? სად არა სამსახურში ყველგან? ისურვებდით მეტ შესაბამის პროგრამებს? რა თქმა უნდა, სახელმწიფო ენა უნდა ვიცოდეთ. ჩვენ სომხობას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ქართული 100%-ით უნდა ვიცოდეთ. საქართველოს ვიცხოვრობ, უნდა იცოდეთ. ენა, ერთი კაცი. ეგარ. და როგორ ფიქრობთ, ანუ მეტი პროგრამები უნდა იყოს იმისთვის, რომ ვთქვათ, გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება? ხო. Это საბავშვო ბაღიდან იცოდეს ქართულად. მე დიდი კაცი იქნება, уже არ იცი ქართულად.
რო ბავში იყო ქართულად ლაპარაკი уже იცნობენ. აჰა. ეხლა მე вообще არ იცნობ, ცოტა. აი ჟვანიას სკოლაზე თუ გაგიგიათ ქართულს ასწავლიანით? მე არ ვიცი. როგორც საქართველოს მოქალაქე ყველა უნდა იცოდეს ჩვენი ქვეყნის ენა, საოცილებელია და სამსახურისთვის სჭირდება ქართული აუცილებლად. ეხლა არის აქ ხო მიცით ჟვანის სკოლა აქაც არის ნინოწმინდაში ეს პროგრამი. გაგიგიათ ჟვანიას სკოლა. გაიარეთ ჟვანიას სკოლაში. აჰა. სამი კურსი. მე სომეხი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ქართველებს და ქართულ ენას. საერთოდ საქართველოს, ჩემი საქართველო ძალიან მიყვარს. ეთნიკური უმცირესობების ეფექტური ჩართვის გაზრდა გაუმჯობესება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, რაც დიდწილად უკავშირდება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის არასათანადო ცოდნასა და შესაბამისად ინფორმაციაზე არასრულ წვდომას. წერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2023 წლის ანგარიშში. მთავრობისავე სტრატეგია ითვალისწინებდა, რომ არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენა საკომუნიკაციო დონეზე 2014-თან შედარებით 2024 წლისთვის 25%-ით მეტს უნდა სცოდნოდა. მინისტრის აპარატს ამ სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ვკითხეთ. მოგწონს, რომ ამჟამად დასკვნით ეტაპზეა მათი ინიციატივით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ჩატარებული შესაბამისი კვლევები და დასრულებისთანავე გაასაჯაროებენ. ახალქალაქისა და ნიოწმინდის საარჩევნო ოლქში წარმოგიდგენთ სამվել ანუკიანს. საქართველოს პარლამენტში კი ქართული ოცნების მიერ ჯავახეთიდან შერჩეული არც ერთი დეპუტატი სახელმწიფო ენას ქართულს არ ფლობს. ასი არიან მაგალითად დღევანდელი დეპუტატებიც სუმბატ კიურեղიანი და სამվել მანუკიანი. მუნიციპალიტეტები, საგანმანათლებლო ინსტიტუციები საჯარო სექტორზე მაქვს სამწუხაროდ საუბარი, რომელიც უნდა იყოს ძალიან მოწადინებული, რომელიც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და რომელმაც უნდა უზრუნველყოს სწორედაც რომ აი ეს ცვლილებები იმისათვის, რომ საერთო ფონიც გაუმჯობესდეს და შესაბამისად აი ეს ცნობიერება, რომელზეც ვაპარაკობ და საერთო მზაობა ასევე ბევრად უფრო მაღალი და უკეთესი გახდეს. ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა ჩვენთან ინტერვიუ არისურვა. მერის მოადგილე თემურ მჭედლიძე კი დაგვირდა ინტერვიუს, თუმცა დაცვამ შენობაში აღარ შეგვიშვა. მინდოდა გვეკითხა, როგორ მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების კუთხით. საკითხზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და დიდ გამოწვევად პრობლემად მიაჩნია. და მე ეს მოადგილე დაგვირდა, რომ შეგხვდებოდა 12 საათზე. პიარის სამსახურს რო დამალაპარაკოთ. არ არის, ხალბატონი. არც ახალქალაქის საკრებულოში ისურვეს ჩვენთან შეხვედრა. თუ შეიძლება გვინდა გავესაუბროთ განათლების მიმართულებით, ვინც არის ხელმძღვანელი. ეხლა ადგილზე არ არის. პრესსამსახურს გამასაუბრეთ, მაშინ თუ შეიძლება. გავიგე, მაგრამ ადგილზე არ არის. პრესსამსახურიც არ არის ადგილზე? პრესსამსახურს არა. გამარჯობა, ქალბატონო ანი ვართ. გამარჯობა. ნინოწმინდის მერი ანივარდ მისოიანიც დაგვირდა საუბარს, თუმცა ჩვენს ზარებს აღარც მან უპასუხა. მთავრობა უნდა ხედავდეს ამის საჭიროებას და პასუხობდეს ქმედითად, ხო? თუ არსებობს რაღაცა ესეც რა ვერ ხედავს ვთქვათ ბოლომდე, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ხედვები, პოლიტიზირება განათლების კარგად ჩანს აი ამ ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის ათვისების საკითხებშიც, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ყავდეს არაინფორმირებული მოსახლეობა იმისათვის რომ მე მან ხმა მისცეს აუცილებლად მართლ გუნდს, ხო, პოლიტიკურ გუნდს. ცხადია რომ მე არ მჭირდება მაშინ ამ ადამიანს კონდეს დიდი ალტერნატივები რომ დაინახოს გვერდზე რა ხდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი ჰენრიკ მალხასიანი წარმოშობით ნინოწმინდიდანაა. მე ქართულენის სწავლა დავიწყე სკოლიდან. ანუ ნინოწმინდაში? ბატონო, მე-10 კლასიდან ქართულენის მასწავლებელი მყავდა ეროვნებით ქართველი. და ძალიან კაი სპეციალისტი. დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ქართველი რომ ასწავლდეს? ანუ არა მარტო ფლობს ეგ ადამიანი, არა მარტო ფლობდა სრულყოფილად ქართულ ენას, არამედ კულტურას, ისტორიას და ძალიან ბევრ რაღაცას ვისწავლებ მაგ ადამიანისგან. ანუ პირადად მე სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე ნორმალურად გავიგე ამ კონფლიქტზე, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგ ადამიანიდან გავიგე. განათლებიდან ყველაფერი მოდის. ჯერ ეგ უნდა შევიცვალოთ. ანუ ნორმალურად უნდა ისწავლონ ქართული ენაც, ისტორიას, გეოგრაფიას, რომ ბავშვები ბავშვობიდან გაიგონ პოლიტიკურ პროცესებს,
ფაქტებზე, სანდო არასანდო ინფორმაციაზე, რომ შემდეგ გადაწყვეტილებები რომ მიიღონ, სწორი იყოს ეს გადაწყვეტილებები და ეს დიდ გავლენას ახდენს შემდეგ ინტეგრაციაზეც და იმაზე აღიარებ თუ არა საქართველოს სამშობლოდ.